უკაცრავად, მეგობრებო. მოგესალმებით ყველას, დავიწყოთ ბიუროს ხდომა, გავხსნათ. მე-6 საკითხიდან დავიწყოთ, ადრე გავლილია ყველა და პირველიდან მეხუთემდე. საქართველოს კანონის პროექტი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბატონი შოთა ბერეკაშვილი თანამომხსენებელი წარმოადგენს საკითხს საქართველოს პარლამენტის ბატონი შოთა არის მომხსენებელი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი არის თანამომხსენებელი წამყვანი კომიტეტი საქართველოს პარლამენტის განმეორების დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია და პაკეტია ეს საკმაოდ ცელი კანონის პროექტი გარემოს დაცვის შესახებ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ სალიცენზიო სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების შესახებ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსის ცვლილებების შესახებ ეს არის კანონპროექტები და დაჩქარებული წესით განხილება ეს საკითხიც ჩვენთვის ცნობილია კანონის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ ესეც დაჩქარებული წესით განხილება უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას გვთავაზობენ და მინისტრის მოადგილე იქნება ალექსანდრე დარახველიძე მომხსენებელი და თანახლავს ამ კანონ პროექტს პაკეტში საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების საკითხი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების შეტანაც არის გათვალისწინებული ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების დაწესებული საფასურის და ვადების შესახებ ერთი წუთით რა. უმაღლესი განათლების შესახებ, პროფესიული განათლების შესახებ, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების შესახებ, შრომითი მიგრაციის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსის ცვლილებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსის ცვლილებები, ეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსის ცვლილებები, ეს სხვადასხვა საკითხები ამ კოდექსიდან და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონებში, აი ამ კანონებში ცვლილებების თაობაზე იქნება პაკეტის შემადგენელი კანონ პროექტი და ესეც დაჩქარებული წესით განხილება. კანონის პროექტი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილებების შესახებ აქ ბატონი ლევან მაჭავარიანი წარმოგიდგენს ამ პროექტს და ესეც დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ. ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, რეკლამის შესახებ, ეს არის საქართველოს კანონის პროექტები, პროექტებში შესატანილი ცვლილებების ჩამონათვალი, რომელიც ერთ პაკეტში არის გაერთიანებული. კანონის პროექტი გრანტების შესახებ ეს კანონ აქაც ცვლილება, ესეც პირველი მოსმენით არის. ქალბატონი მაია ბითაძე წარმოადგენს ამ პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, ესეც პაკეტია და თანახლავს ამ კანონ პროექტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საჯარო შესყიდვების შესახებ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ და რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ეს არის ცვლილებები, რომელიც ცვლილებათა
საქართველოს კანონებში ცვლილებათა შესახებ კანონპროექტები. ესეც დაჩქარებული წესით განიხილება ადმინისტრაციის სამართალდაღუებათა კოდექსის ცვლილებების შესახებ არის შემდეგ ესეც პაკეტია საკმაოდ ვრცელი აქ ბატონი არჩილ გორდულაძე მოხსენებელი საგზაო მოძრაობის შესახებ ითვალისწინებს ასევე ამ პაკეტში გათვალისწინებულია კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის ცვლილებები სხვადასხვა საკითხები ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის ცვლილებები კიდევ ეს არის ის პაკეტი რომელიც მოგახსენეთ და დაჩქარებული წესით განიხილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ არის 52 საკითხი განიხილება გამარტივებული წესით და გადავიდეთ ახლა კაცრავად მესამე საკითხს გადავხედოთ ეს არის 93 საკითხს ეს არის კანონის პროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე წარმოგვიდგენს ამ კანონპროექტს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ აქაც საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიტანოთ ეს უკვე მესამე მოსმენით არის და მესამე მოსმენით არის აგრეთვე კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თაობაზე ესეც მეორე კანონპროექტსაც მოიცავს ეს პაკეტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ არის მეორე კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. საქართველოს კანონის პროექტი ნოტარიატის შესახებ, ასევე გვაქვს განსახილველი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2022 წლის 15 ნოემბრის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს როგორც გამსაცხებლის და საქართველოს უცხოეთის შორის საგრედიტო რესურსების ჩარჩო შეთანხმების ნომერი პირველი ცვლილების რატიფიცირება გვაქვს დაგეგმილი ასევე. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი გვაქვს საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმის რატიფიცირებაც ასევე ჩვენი მოვალეობაა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საორგანიზაციო საკითხებიდან დასამტკიცებელი გვაქვს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის წარდგინება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ირაკლი კირცხალიას ნაცვლად ლევან მაჭავარიანის წარდგენისა და ნინო წელესანის ნაცვლად ლევან მახაშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ და დასამტკიცებლად გამოგვცეს ბიუროში ეს გადაწყვეტილება ფაქტია რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებულია და ამდენად მხარი დაუჭიროთ გთხოვთ დავამტკიცოთ შემოთავაზება და ცნობად მივიღოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ცნობად მივიღოთ ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით და ცნობად არის მისაღები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა თავისუფლება და დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით. Აი ეს არის საკითხები, რომლის განხილვაც ჩვენ მოგვიწევს ამ სასესიო კვირაში. გთხოვთ ყურადღებას და მაქსიმალურ დასწრებას და გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში. დიდი მადლობა, დამთავრებულია. ფიუროს სხდომა.